მიხეილ სააკაშვილთან დაპირისპირების ამსახველი ვიდეო მასალა გაავრცელა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე. უკრაინის რეფორმების საბჭოს ხდომის ჩანაწერში ჩანს, როგორ ესვრის არსენ ავაკოვი მიხეილ სააკაშვილის წყლით სავსე ჭიქას. დაპირისპირება გუშინ მოხდა. ავაკოვის განცხადებით ხდომაზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც მას სააკაშვილს კითხა, რატომ ჰქონდა ოდესის საპორტო ქარხანაზე კონტრაქტი ურალხიმის რუს ოლიგარქთან და არის თუ არა ეს დაკავშირებული ამ ქარხნის პრივატიზაციის საკითხთან. უკრაინის პრეზიდენტმა მომხდარ კონფლიქტს სამარცხვინო ინციდენტი უწოდა. პეტრო პოროშენკომ განცხადება პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა. ეროვნულ საბჭოზე დაუშვებელია უხეში ლანძღვა და შეურაცხყოფა განსაკუთრებით ისეთი, რომელსაც რასისტული ქვეტექსტი აქვს. ადამიანის ეროვნულ ღირსებას ეხება, მის უკრაინულ პატრიოტიზმს ეჭქვეშ აყენებს და ვიღაცას მოუწოდებს გაითრიოს უკრაინიდან. ნათქვამია პრეზიდენტ პოროშენკოს განცხადებაში. Я закрываю заседание. Тварь последняя! Вон! Ходите к черту из моей страны! Арсен Борисович. Негодяй! Из твоей страны я украинец. Да. Между прочим. Я украинец! Нет, Да. вот. А ты трибуновый артист! Вот тут. Артист, блядь! Циркач, сволочь такая!